ძალიან მაინტერესებს როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები. ისი პრაიმ ჰაუსია რომ ჩხუბი არ იყოს. დღეს პრაიმ ჰაუსში ნახავთ. ყველა ნაბულინგე. ხო, დრამების გარეშე. შენაირი კი არა ვარ, აქ ეხიაბავი არ გქონდა. კიდე რო არ ვეხები ხა იმასთან ვერაფერს ვერ აკეთებ და მადლობა იმის გამო ჩემზე. რა რა თავხედია, შეხედე რა თავხედი ხარ. რა ხარ ოჯახში გაზდილი? იმის გამო რატო უნდა მომაყენოთ ევრატო? ამას ეს აწყობს. ეს ნორმალურია? კიდე ტირის? მახსენდება ჩემი გამოცდილება. რატომ გადახვედი ფსიქოლოგიური მოძალადის და მატყუარის გუნდში? მე თქვენ ეს დადგმულია ვარ მინდა. გათენდა მორიგი დილა პრაიმ ჰაუსში, რადგან მე აქ ვარ, ესე იგი თამაში გრძელდება. გუშინ იყო საინტერესო დასახელება, იყო ცოტა მძიმე, იყო შეკამათებები, იყო რაღაც სიტყვა პასუხი, საბოლოო ჯამში აუთსაიდერების სკამზე, როგორც ვარაუდობდით, აღმოჩნდა თეო, სალომე და მე და როი ფიქრობდით, რომ ან მე უნდა დამჯდარიყავი, ან როი და ამანაც გამართლა დაჯდა როის. იმედია როიმ გამიგო ეს ნაბიჯი. გოგოები შეეცადნენ ბიჭების წინამდე გალაშქრულიყვნენ და ერთი ბიჭის ნაკლები ყოფილიყო პროექტში. მე დავინახე ეს გუშინ და ვთვლი რომ წარუმატებელი გამოდგა ეს ყოველივე ბიჭები დარჩნენ პლიუსში. ანიმ დამიწერა ლაიქი და ამ ლაიქის არ მჯერა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მთელი კვირის განმავლობაში რაღაცებს ცდილობს შენზე უარყოფითი თქვას, ყველა კუთხეში, ყველგან, ყველასთან და შემდგომ წერს ლაიქს, ეს არის მაყურებელზე თამაში. მეტი არაფერი, რომ ვითომ მაყურებელს უჩვენებ, რომ აი მე როგორი კარგი გოგო ვარ მაინც და წინა პირობები იმდენი შეურაცხყოფები იყო, ჩემი მიმართულები და იმდენი დაბრალება იყო და იმდენ რაღაცას იძახდნენ ჩემზე, რა ლაიქი, დისლაიქი ხალხო, რა სისულელია. ვინმეს თუ სჯერა ამ ზღაპრების დაიჯერეთ და მე პირადად არ მჯერა. დილანში და მის შემოსაყვარლება, მე ვარ ხატია დიაკონიძე, სპორტ დარბაზ რეფორმას ტრენერი, რომელიც თანასაც ხედავთ აქ და დღეს მოვედი პრაიმ ჰაუსში იმისთვის, რომ ძალიან განსაკუთრებული, მხიარული, ენერგიული, გემრიელი დღე მოვუწყო ჩვენს მონაწილეს. არც იციან, მე მგონი საერთოდ აქ რო ვარ და საერთოდ ვინ დამხვდება თუ არა გიორგი. გამარჯობა. შემოსაყვარლება, რა სიმაღლე ხარ ბიჭო რა არის? დავით უკვე დავით რგუნეთი მოსულვარ. ნამედანი მაღალი კაცი. შენ ვიცი რომ გიყვარს საერთოდ ვარჯიში და მინდა რომ ყველა გამაღვიძებინო აქ ვინც არის ამ სახლში ვინც დარჩა საერთოდ შემიძლია რომ პირდაპირ ეს გამოვიყენო ილეთი უკვე გამოვიყენეთ ჩვენ უკვე ეფექტი არ ექნება მაგრამ შემოსაყვარლო ფაიში ვიღაცა ზინავს მაგრამ უნდა გაგაღვიძოთ ხალხო მოდი გაკოცო ჩემო სიყვარულო წამოცულცულდეთ საწამიდან და მივხვდი ხო რაც გეღადება მოწუჩი და ვლაიყავით ახლა ვისა ეხლა მიმყავ ხარ შენ სადაც არიან ბიჭები და ერთი გოგონა ის არის მძიმე ორთახი მძიმე არტილერია ის ესე მარტივად არ მგონია იმას მაგაიგვიძო არტილერია შემიყვანე აბა ბიჭები კაი ბიჭები ადგა როიალ ადეკი როიალ საშინლად არ უყურს ესე რა ადეკი სამორჯიშოთ
უნდა მოემზადო 5 წუთში ზუსტად. ქვემოთ უნდა იყოს სპორტულებით. ჩემო სიყვარულო პატრისია, გაიღვიძე ბიჭო. ვერ იგებს რა ხდება. არ ხდი ნუ გეჟინია. ნუ თუ ახალი მონაწილეა. გოდია კაკალო. არ დაიგვიანოთ 5 წუთში გელოდებით. მოდი გიორგი შენ დამეხმარე. რატო გავიღვიდი ადრე ხოში მოვიწონილი. შენი ვარჯიშებ და მე დავიძინებ ახლა. მონაწილე აყრელა უბრალოდ ესე ხო? აბა სასტავი ჩამოვაგდით ახლა გელოდებით. ლიზი! მოდი ჯერდან, მოდი ლიზი. მოდი შენც გავარჯიშო, მოდი. შენც უნდა გაცეკვო დღეს და გამაიმუნო. ეს რა კაი ტიპო. შემოსაყვალებო, ვინც არის იზარმაცებ და ვინც კარგად გააკეთებ და ვინც ხალიზე ხართ, ამათმა დავიწყოთ და მე შემოგვერთებიან ისინიც. მოგეთ თვალით კონტაქტი მექნება თქვენთან, ხმით კონტაქტიც მექნება, რასაც დაინახავთ რო აკეთებ, ჩვეულებრივად ამყავით იდენტურად. დავედით. კიდე. კიდე. ნელა. გიო, ცოტა ამოძრავე მენჯი. აკეთე ბაისურში არ ჩანს უბრალოდ. სტომი დაემატე. სტომი. სტომი. ლიზი. კიდე. ესე გაიგოგოები ხართ გიორგი. შარმაცო. კარგია. დახარა, წავიდა. მოჩები. აკავა. დაღარე. ხელები. აქტიურად უფრო მეტად. წინ ფეხები. ფეხ. გავიღალე უკვე. არა უშავს გიორგი თავარია გულით ჩვენთან ხარ. სიტატით. გიორგი ყველაფრის ინტერპრეტაცია მოახდინა. მაიწყო ვაკეთე. ყველაზე მეტი. ლიზი. აბა ლიზი. მე ძართული ვარჯიშებია დავიღალე. მთლიანად მოვდუნდი, ხელებითაც, ფეხებითაც, თავითაც, ყურითაც, ყველაფრით. მაგარი ვარ. ნანა სეტუანა. ჩამიტრი, მომიტრი და ედი. თეო, ჩამიტრი, მომიტრი. შენც რა დააშავე. ოპა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან კარგები ხართ. ძალიან მიხარია რომ გნახეთ ახლოს და გაგიცანით. წარმატებებს გისურვებთ ყველას, მათაც და თქვენ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვაიმე, პირიქით, მიყვარხარ სამა თქვენი. კარგად. თქვენიცით. იუჰუ! ჩემი აზრით, დილით ესეთი პოზიტივი და ესეთი მაგარი გამომხნეველი ვარჯიში ადამიანს თითქოს და ახალი დაბადებული ბავშვი ვითაყენებს და ძალიან მაგარი იყო. მომეწონა. წამში გამოგვაფხიზლა ორივე, სამივე. იქიდან გამომდინარე რომ მე დილით უკვე ფეხზე ვარ ძალიან ადრიანად. სამწუხაროდ სამი მონაწილე ვერ ადგა, იმიტომ არ ადგა რომ მაგალითად რაღაც პრინციპი. უბრალოდ ვერ დგებიან ადრე და უნდა გავუგოთ იმ მონაწილეებსაც, რადგან დიდად სპორტული ხალხიც არა ვარ. თუმარ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ესე მოვიდა დაგვაფასა და ენერგიულად მოიყვანა ჩვენი გოგოები ხოძზე. და რა მაინტერესებს იცი? ეგრე მაშინ თელი ცხოვრება ღამეები მე არ მძინავს და დილით არასდროს არ ვიღვიძებ და მე ვიღაცას დისლაიქს დაუწერ თუ ლაიქს დაუწერ არავის არ ქონეს პრეტენზია რა. როგორც მე ვარ ისეა ყველა აქ. თუ რამხელა აგრესია სახში მეში. როგორც მე ვდგები ყოველდღიურად ისე უნდა ადგეს აქ თითოეული მონაწილე და თითოეულ მონაწილეს როგორც მე მაქვს რაღაცა კრიტერიუმები ისე უნდა ქონდეს ყველას. ამიტომ ჩემს დისლაიქს ან ლაიქს ვინმეს თუ დაუწერ და იგრძნობს თავს არასწორად დაუწერე, ეს იქნება ზუსტად ჩემი გამომხნევებელი დისლაიქი ან ლაიქი. აი ამის სხვანაირად მე ვერაფერს ვერ გავუკეთებ. ამიტომ არავის არაფერი არ გაუკვირდეს.
დიდი ხანია აქ ვარ, მაგრამ არასდროს არ მიქნია ისე, რომ ვინმე შეემჩნია ჩემი რაღაცნაირი ნერვიული შემოტევები. და ამიტომ რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემთვის შოკ შაუერი მივიღო წვიმაში და რაღაცნაირად გამოვედი თითქოს. შეიძლება ვიღაცა ვთქვა შენ საქმე არ არისო, მაგრამ როცა პროექტში ერთად ვართ, რა თქმა უნდა ის ჩემი საქმეც არის, მე თუ ვდგები დილით, სხვა ადამიანებიც უნდა ადგნენ დილით. თუ მე მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიყო კაპიტანი რაღაცა კულინარიულ რეცეპტში და მე მოდიან და შაქრის მაგივრად მარილს ყრიან და მე ამ ჩელენჯს ვაგებთ, მე ყველაფერზე აი ესე მოდის და მოდის ხვები ნერვები მეშლება. ანუ რასაც გეუნებიან იმას თუ გააკეთებ, ის თუ იქნები, აღარავის აღარ მოეშლება ნერვები, მე ყველაფერი. მე ვიღაცას თუ დავუწერ არ მოწონებას, არ უნდა ეწყინოს არავის. გუშინ ახმის ინიცემაზე მე დავუწერე dislike royals და like დავუწერე გიორგის. გიორგი დგებოდა დილით, ჭურჭელს რეცხავდა, ალაგებდა, ენით ლოკავდა ყველაფერს და იმიტომ დავუწერე. და dislike royals იმიტომ დავუწერე, რომ ჩემგან ძალიან შორს იყო, გაცივდა, ამ ადამიანთან კონტაქტი არ მქონდა და მე სხვა ადამიანს ამის ტიტულს ვერ მივანიჭებდი. გადავწყვიტე ესე, ჩემი გადაწყვეტილება იყო ესე. სხვათა შორის როიალმა მე რომ მეორედ დავჯექი აუთსაიდერის კამზე, როიალის დისლაიკით დავჯექი და არასდროს არ დამიწერია როიალის დისლაიკი. ამიტომ ნუ გაიგივებთ, მე მაქვს სრული უფლება იმისი როგორც მინდა და რანაირადაც მინდა იმას დავუწერო დისლაიკი და ლაიკი. აქ ვარ შემოსულები ცალ-ცალკე და აქედან გავალ ცალ-ცალკე. პანდა არ ყავს ნაკოლას. ნაკოლა ერთია და მარტოა. გალამოჟო, სინატა ტირიხა რატო? ლატა ტირიხა ლამოჟო. გამარჯობა, მე ვარ ნუკი კოშკელიშვილი. წესით ამ გადაცემის ჟურის წევრი ვარ, მაგრამ დღეს მოვედი როგორც მაყურებელი. ძალიან მაინტერესებს როგორც ცხოვრობენ ეს ადამიანები და ყველაფერი უნდა გამოვკითხო. იმედი მაქვს, რომ კარგად მიმიღეთ. რაღაცა ნაცნობი ხმა მესმის. არ მოიცადე ერთი წამი მარჯვენა ფეხით. ჰელო! სალამ! როგორ ხარ? სალამ. ხართ, როგორი ლამაზები ხარ? შენ დილოდან? დავად როგორი ლამაზი ხარ, ხო? საჩუქრები მოგიტანეთ. ეს უქალისისა მე. მოიცადე ყველას მოგიტანეთ პერსონალიზირებული საჩუქრები. კაცის არის? აბა? ვიღაცის დამივარდა. ვისის დამივარდა აუთსაიდერია, აბა ვისი დამივარდა? აუთსაიდერი არის ეს. გუგე. ეს არის თეოსი. ეს შენ? აურა მაგარი. ჯერ ხო მაგარის სტუმარი მოვიდა, ლამაზის სტუმარი მოვიდა. პოზიტიური სტუმარი მოვიდა და კიდე დამატებით საჩუქრებით მოვიდა. დაშვები. რავი, აი ესე ვარ, დავრჩი ძალიან ცოტანი. და თეო ეხარი რეპეტიციაზე წასული, დავრჩი სახლში 5-ნი, ბიჭები ნელ-ნელა იღვიძებენ. ეხლა ძინავთ? ნუ აი ესე იღვიძებენ. რომელი საათი? სამი ხო არ გიგეთ. მინდა. ეს არის ჩვენი სამზარეულო მისაღები ოთახი. სორები. ეხლა წამოდი. აუ რამე გავაკეთოთ დღეს ერთად საჭმელი. გავაკეთოთ. მე საშინლად ვაკეთებ საჭმელს და მე ყველა მეტყვით რომ რა კარგია ღმერთო ჩემო. აქ არის გოგოების საძინებელი. შეიძლება რა შევიდე? კი როგორ არის? ეს არის სალომე სლოგანი აქ ეს იყო ტატო, რომელმაც დატოვა პროექტი და აქ იყო ქეთი, რომელმაც დატოვა პროექტი. ორივე ჩემთან დაპირისპირებული გმირი. სუდათა დასწილე ლოგინი არ დაჭდე. ეხლა აუთსაიდერი ეს ადამიანის არ დაჭდე. აქ არ გინდა მე გამაგდე. აქ არ ხის დაშდომა. ცოტა მძიმე, იმიტომ ორივე აუთსაიდერი მონაწილეა. ეს არის ჩემი ოთახი. აქ მარტო შენ ხარ? ხო, აქ იყო კესო, პირველი ურთიერთობა ვისთანაც მქონდა გოგოსთან. ხო. და დაატოვებინეს პროექტი, ჩვენ როგორც წვილი ვიყავით, მე წვილი დაიშალა. შეიძლება რა დავჭდე? აქ დაჯიქი წარმატებული საწოლია. წარმატებული ლოგინი გადმომესხა შენ. კესოს ფეხსაცმელები შენახული. კესოს ფეხსაცმელები არის აქ.
კესოს თეთრეულის აქ არის, რომელსაც ესე ღირსეულად პატიოსნად ვინახავ. ეს რა არის? კესოს ტრუსები. რატო გაქვს შემოხელი? ნუ ასე დარჩა, ჩვენ ერთ საშრობზე ვიყავი და ორივე რატო რუსები და გიტოვა? დარჩა, მგონია რომ დარჩა, ვიდრე დამიტოვა. ორი ცალი? თუ ეს ანასია? არა, სამი ცალია, ესეც კესოსია. მოიცადე ანა, კესო. არა, სამივე კესოსია. ყველაფერი აქ რაც არის კესოსია და მე უნახავ ეს. მოიცა ესე რომ უნახავ ერთი წუთი ახლა გიორგი რო არ მითხრა. უნახავ. გენატრება თუ არა, ყოფილ ურთიერთობაში ადამიანს პატივცემ და უნახავ ნივთებს. ყველა შენი ყოფილი მუსიკები გაქვს შენახული? არა, ერთადერთი ეს არის. ეს არის ლიზი მაჩუკა, ეს ნახატი. და რა ხდება? არა, ლიზიმ დახატა თავისი ნამუშევარი იყო და ლიზი რო წავიდა პროექტიდან მონაწილეებს დაგვიტოვა რაღაცა ბიჭებს, საჩუქრები. ყველა ბიჭს რაღაცას გიტოვებს. და მე ჩემი ტრუსია გაფენილი. მომეცი სამახსოვროდ. ეს რო გავიმარჯვებ მე. დილამ შვიდობის. საჩუქარი მოგეიტანე მოიცა. მე რა? სასწაული საჩუქრები, აი როიც. და აი შეგიძლია მიარგო და ჩვენ ესე ვაგებთ ხოლმე. ეს შენ. ეი, მადლობა. მე მინდა რაღაცნაირად შევიგრძნო როგორია. ხო და მოდი ჭურჭელი დარეცხი მაშინ. არა, აი ორი ჭიქა, მიდი გოგო მე ჭამე. ჩამეთვლება გესმის სიტყვენ რა კარგი დიასახლისია ნახე მოვიდა ჭურჭელი. სამი ჭიქა და არა, მოდი ესენი დავარეცხი. რა უნდა დავარ. მიდი გამოიღებ, არა მე გენის დასალე. ხაჭაპურები გაგვიკეთა პატრიკმა პიცები და არის მიმხმარი ჩამხმა. არა, კაი ცოდვა ფჭილები დარჩება მე. არა უშო სადამ აქვს ფჭილები. კაი, თუ ესე ძალიან გინდა. მიდი. უფრო გავშინაურდე. ამაში გავაკეთე. აი, ინებე. რა, ეხა ამას რა უჭერ? შენ ჩემს სახში უნდა ნახო. არა, ამას ვალბობთ უკვე ერთი კვირაა. ვრეცხავ და ვრეცხავ. ის ვიცი, მე მგონი 900 წელი. ხო, მაგრამ ეს ვითომ ჩვენთან არის სტუმრად მოსული და მირეცხავ. ჩვენთან სტუმრად რომ მოვიდა უნდა დაგირეცხო? ხო და ის სახში რო არ ვერეცხავ, ხა ტელევიზორში ბენი მაგდროულად. ისედაც ისი გამკეთებელი. აქედან ვერ მოაწონე ბენის თავს, ხო იცი ჩემ თვითონაც. კაი, აი ერთი ცალი თითქმის გავრეცხე. მოდი დაჯიკი, ჯობია, მაგას მივხედავ, მოდი შენ დაჯიკი ჩვენთან. შენი გააკეთე. ხო, მე ვეცადე. მე შენს უნამოს გავხსნე. კონტენტი ჩემპიონი. მე ვეცადე. კარგად დასხედით ახლა თქვენ, უნდა გამოგკითხოთ. მე როგორც მაყურებელს, აი კვდები ისე მაინტერესებს რა მოხდა. თქვენ ხო რაღაცა ძალიან კარგად იყავით. მე გიოსამ მტრულად არასდროს არ ყოფილვარ. ანუ მე და გიოს თემაში რაც იყო, ეს იყო მე და გიოს მოსაგვარებელი. ვინც ამ თემაში ჩაერია, ყველა საკადრისი პასუხიც მივეცი. და ვინ ჩაერია ამ თემაში ეგ ვერ გავიგე. ვინ ჩაერია? ის გულისხმობ. ესა საინტერესო, ანუ ვის გულისხმობს ხო? ანუ მე პირადად არავის არ მივეცი იმის უფლება. ვინ ჩაერია? შენ თქვენ ჩაერიაო და ვინ ჩაერია? და გავიცი საკადრისი პასუხი და ვინ არის ის? ვინები არიან, ვინ არის? ანუ ვინმეს თუ გავეცი საკადრისი პასუხი, მაგითო გავეცი. და ვინ არის? ხო და ვის ლიზაზე სუბარი? არა მარტო შენზეც. მე რო ვიჩვენებ თქვენ ზოგადად არ მელაპარაკია. ეხებს ვკიდი ხართ და თქვენი ურთიერთობაც. შენ ვის დაუწერე პლუსი მინუსი? მინუსი? როიალს. როიალს დაუწერე მინუსი? რატო? ეგ არის საკადრისი პასუხი? ანუ როიალი რაღაცნაირად გაცივდა ჩემს მიმართ. გაცივდა რას? ადრე თუ ვიყავით რაღაცნაირად, ახლა აღარ არის ისე. რა ხდება? და მაგიტო. არ გავწიებულ ვარ. ანუ მეტი მიზეზი არ. თვითონ წავიდა გოგო ერთად. თვითონ წავიდა. მე მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში თითქმის ყველაზე არ მაქვს ისევ საუბარ. რეალურ მიზეზებს არ ასახელებენ. აი პროექტი ხა ნახევარზე მეტი გავიდა. რეალურ მიზეზებს არ ასახელებენ მონაწილეები, რატო უწერენ ლაიქს ან დისლაიქს. აი ხო არის რეალური მიზეზი. ამ რეალურ მიზეზს ცდილობენ რომ ან შეფუთონ, ან თავი აარიდონ. მე რატო დამწერა გიორგი ეს ლაიქი? მე ვიძახი კიდევ ერთხელ. არ მე კიდევ ერთხელ ვიძახი. მე სალომეს ბოდიში მოუხადე ჩემი მე სალომეს ბოდიში მოუხადე ჩემი არასწორი მე თვლე ორივემ ზედმეტი. სალომე ეს იძახის რომ მე ბოდიში მოუხადეო და იმან არ მომიხადა ბოდიში უბრალოდ მე არ მიდოდა მე მიდოდა ბოდიში დედა ჩემისთვის. მე მიდოდა ჩემი მშობლისთვის ბოდიში. მე ვერ ვიქნები სამწუხაროდ თუ რა ვისაბედნიეროთ ყალბი და ვერ არ მოვიხდი ბოდიშს და არ რაღაცა ვერ ვიქნები აი ესეთი პირფერი ადამიანთან იმის გამო რომ აი რაღაცა მოხდეს იმის გამო რომ რაღაცა თუ არ ვთვლი საჭიროდ არ გავაკეთებ არ მოგვეჭი მოსახლე დედა ჩემი შეურაცხყოფას ვერავის ვერ ვაპატიებ პლუს მადლობას მიხდი პლუს რაღაცა ყავას მიკეთებ პლუს ის რომ ამ კვირაში მე და სალომემ დავალაგეთ ურთიერთობა და არაფერი არ დაშავებულა პლუს ის რომ ანისთან ქონდა რაღაცა კონფლიქტი მე იმას კი არ ვიძახი რომ უნდა გამუქებულიყო და გამწვევულიყო უბრალოდ
ანისთან მქონდა კონფლიქტი და აი ჩემზე ლაპარაკობს, ჩემზე ჭორაობს, იქ აბაზანაში, იქ ტელეფონზე ვიჭორავს,ანი ჭორაობს. ანუ ეს ლაპარაკი იყო, და ბოლოს რა მოხდა, იცი? აი ამ ყველაფრის ფონზე დისლაიკი მაინც ალომეს. მე არ მიყვარს ერთი რამ. მანიპულირება რაღაცა თემებით და რაღაცებში ჩაჭერა. არ მიყვარს ეს. უნდა ითამაშო თამაში. თუ შენ არ შეგეძლო ამ პროექტში შემოსვლა, თუ თვლი რომ აქ ბულინგია, აქ სექსიზმია, აქ ეს არის, აქ მიუღები რეალიტი შოუა. შენ როდესაც შემოდიოდი პროექტში ძალიან კარგად აგიხსნეს თამაშის წესები, ფსიქოლოგებთან ხო, მაგრამ მე ხوار ნიშნავს რომ უნდა დაგაბულინგო. ფსიქოლოგებთან გავდიოდი ჩვენ არაერთ საათიან ტესტებს. პროექტი რო დამთავრდება, რა დაგვრჩება რომ იმ პრაიმ ჰაუსის გამარჯვებული ვარ არა ადამიანი? რაში მჭირდება? ხო და ეხლა მითხარი, შენ რაღაც ისეთი რაღაცა. ნუ კი, უნდა აქ გეცვას ჩვენნაირად. აი, მომეცი რა ჩავიცვა. ჩემი მას ჩავაცვა. რა. იუნიკორნის ფორმას. მომეცი. მერტოჩ. მაგრამ მას მერე რაც ამას ჩავიცმე და უფრო სერიოზული სახით და. ხო, აი, ნახე თავის ფრთები აქ და მთელი ამბები. რის მერე აბა მითხარი? აი, ხინკლის მერე დედას ფთარ მეც გადაგივლიდი. ხო, მაგრამ მე ხო ავხსენი ხინკალი, ანის არ უჭამია ხინკალი, მე მქონდა ნაჭამი ხალხო. ხო, მაგრამ ჩემ თავზე ვიძახდი. გასაგებია, მაგრამ უნდა აგეხსნა ცოტა უფრო მალე. არა, როგორ უნდა ამეხსნა? ის იყო საუბარში, ღლიცინებდი ჩემ თავზე და ადამიანმა არ მითხრა და მოვიდა და ეს გააჟღერა. მაგრამ ნუ მოკლედ, ამის მერე ჩვენი ამბავი და მერე ჩემ გულშემატკივრს მიმართა ძალიან არასწორი და ამიტომ დავამთავრე ყველანაირი. არიყავი მართალი მაინც გიორგი, არიყავი მართალი. ნუ, არ ვიძახი რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ურთიერთობა ამით დასრულდა. აი მე რა ცხოვრობდი, ასე ვიქნებოდი, სულ და გამაგდებიან პირველი მე ყოლი. მე ყველასთან მოვაგვარი. დედას გეფიცები, კიტრი გადამცდა, ანას რო უთხარი რომ ეს როგორ ჩაიცვიდა, რაღაც გამახსენდა ეგრევე შენ რო შორტებით დარბოდი და რო იძახდი რომ არ მაინტერესებს სხვისი აზრი, მე ესე ვარჯიშობ, მოკლე შორტებია, რა მოხდა და მე ამას უთხარი რომ რანაირად შორტი არის ერთი, მაგრამ არის მეორე, როდესაც მთელი საქართველო გიყურებს, ნუ ჩემთვის, მე არ ვიძახი სხვისთვის, ჩემთვის მიუღებელი, მთელი საქართველოც გიყურებს და რო გეუბნებით ან არ გააკეთო, შენ შიშულდები და ანა არა აი მან დაამთავრეთ მე და ანის ურთიერთობა. ხო, მაგრამ პირველ დღეს რომ იცეკვა ანი, მაშინ რატო არ პირველ დღეს როდესაც ანი მიცეკვა, როდესაც გოგოების უმრავლესობა გამოვიდა აქეთ ოთახში, ბულინგის ხვეპლი მაშინ იყო ანი და ანის უბრალოდ აღარ ახსოვს ეს. როდესაც მე დავდექი. კარგი, ნუ არაფერი არ უგზნა. როდესაც მე დავდექი და ანისთან ერთად დავიწყე იგივე ცეკვა. რო გვერდში დაუდექი და რო გამოვედი აქე და გოგოებს არ მაგრამ მე რო თამაში გაიხადა იქ გარეთ რო თამაშობდი რომ თამაში ლიფიც რო გაიხადა ესე რო იქა მე ესეც არ იყო მისაღები არ იყო ეგეც მისაღები ნუ ჩემთვის არ არის მისაღები ახლა ქალი რო შიშულდება ბოლომდე ჩემთვის არ არის მისაღები ვიღაცა ბოლომდე ხო არ გაუხ ნუ ჩემთვის არ არის მისაღები ხო მესმის შენ არ მოგეწონა ეს არ არის ჩემთვის მე არც ერთ ურთიერთობაში ვიყავლია მე ურთიერთობაში არც ერთი ქალი ჩემთვის არ არის მისაღები ანუ შენ ახლა თქვი რომ ურთიერთობაში იყავით ურთიერთობაში არა, მოწონების ურთიერთობაში. მოწონების ურთიერთობაში თუ? მე ურთიერთობაში, მე ჩემი ისეთი სიყვარული მიყავს დაკარგული, რომ იმის მე ხა ესე ერთ თვეში ვერავითარ ვერ შევასწავლე. არა, ერთ თვეში არა, მაგრამ ნახე, შენ დახტიხარ რა, ხან ურთიერთობაში არ დახტივარ, მოწონების, არა, მოწონების ურთიერთობა. უხრე, მე შეიძლება დღეს შენ მომეწონო და ხვალ მომეწონო სალომე. კარგი. ხო შერიგდით, მე აქ ლაპარაკობ. ხო, მაგრამ შევრიგდით, ოღონდ შევრიგდით მეგობრულად, ანუ მოწონებად. კაი, ანუ შენ იძახი, რომ ანის რომ არ გაეხადა, შენ კვლავ იქნებოდი მოწონებით. შესაძლებელი ყოფილიყავი მოწონებით. აი, ამან უცბად რაღაცნაირად ჩაგიკლა. ყველაფერი დაამთავრა. ვერაფერი ვერ გავიგე მამაკაცი. მე არ გამიხდია და მაინც მანდებდნენ და რა გავაგე. შენ აი ძალიან ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ანის აზრი არ მომისმენი. შენ რას ფიქრობ? აი მართალს იძახეს რომ მე არ მისაუბრი ანიზე ცუდი რაღაცა. არა, მე არ მithქვამს რომ ცუდი ლაპარაკი. მე გეუბნები რომ ანის აზრით მაინტერესებს თქვენ, იმიტომ რომ მე როგორც ხალხს მგონია რომ ვერასდროს ქალები ვერ ვიგებთ, რატო იყო ყველაფერი კარგად და მე არ ქონიათ ეგეთი, თუ მარტო მე ვარ ასეთი. შორის ანუ მეც შემიძლია რომ რაღაც ვთქვა რომ ვინ კარახობს ხო ანი რომ მელაპარაკებოდა ამ ყველაფერზე რა ჩვენ უბრალოდ საუბრობდით ისიც მითხრა რომ მე მინდოდაო ძალიან ბევრჯერ რომ საუბარიო მაგრამ ყოველთვის გამირბოდაო არა არ დაიჯერო არ ყოფილა იმ დღიდან არ ყოფილა მსგავსი გუშინდელი დღემდე სანამ ის ქალბატონი ჩვენთან როსტომურად იყო ანუ მე კონტაქტი და საუბარი ვაფშე არ მქონია შენთან ვერც გადაგირბის და არ უნდა თუ არ ვიცი ვინმე სადა და არ ვიცი სადე? არა, ვიცი. აგრესიულად იყო ხდები? რაში? იმიტომ რომ ვიდეოებს ვნახულობდი ზურგს უკარო ლაპარაკობდი ჩემზე ტუალეტში, გოგოებთან, ზემოთ საძინებელში. შენ ვერ გელაპარაკება აბა რა? ხო, მას ჩემზე ლაპარაკობდა არასწორ რაღაცებს. მოიცა, ტელეფონზე მე არასწორ შენზე
ცუდ რაღაცებს ტელეფონში და ერთხელ თავზე დამაჯვა, ორჯერ თავზე დამაჯვა, სამჯერ, რამდენჯერ. ანუ მე ყველანაირად მე იქ უცხადებ არის საუბარი. გიორგის ლიზი მოენატრა დროალ გიორგის სახლში წავით. იმიტომ რომ დღე და ღამე იმას იძახდა ლიზი რო გავარ და აქ შენ რა მერე, შენ რა. ანუ ვერ გავიგე, მე მონაწილე სამივეს გვენატრება ერთი წამი. იქნებ ეჭვიანობა იყო. სამივე მონაწილეს გვენატრება წასული ერთი მონაწილე. ანი მაგას არ ეძახის ეჭვიანობას არა და ეჭვიანობს. რატომ უნდა წავიდე მე ლიზისთან და რატო არ უნდა წავიდნენ ეს ორი, რომელსაც გიორგი, ენატრება? იმიტომ რომ შენ მოწონდი და არა როიალი ან პატრიკი. ვის და ანის? არ არის, ანის მაგას არ იძახის, უბრალოდ მომენატრა ლიზი და უნდა გამოიშვა. კარგი რა, ხო მოგწონდა. გიო? ხო. როგორ არ მომწონდა? აი როგორ არ მომწონდა? თუ მოგწონს ადამიანი მე ისე შეურაცხყოფას აყენებ კი, აბა რა საკეთებ, გამწარებული არასდროს არ გინახავს. ისე გამოიყვანე ჩემი თავი რომ მე ვიყავი უკანასკნელი ადამიანი. მიუხედავად ერთი გახდისა. და ეს აგრესია გახდისა. სამი გახდის. ხო, მაგრამ ახლა ანი პირველად გაიხადა გიორგი, თუ ამ პროექტში ანი შემოვიდა, მაგ მიუღებ ვერ იგებ თქვენ. ჩემთვის პირველად გაიხადა მაშინ. მე მქონდა მცდელობა რომ ანისთან როგორც ახლო ადამიანი შევეცადი რომ რაღაცა შემეცვალა ადამიანი რაღაცას ამას ეწყინა რომ თურმე კაროჩე მე ვუთხარი ადამიანს არ გაიგთხო. ხო, რა თხოვდა. იქ არის სტრიმზე, ვეუბნები, ანი არ გაიხადო, ვეუბნები და ანის კიდი ვარ, არც მის. მიხდი და ხო შეება სადღაც ეს ამბავით. ანუ შენის კი არ გაგიტყდა რომ გაიხადა, არამედ ის რომ არ მოგისმია. არც მისმია და რომ გაიხადა მაინც. მაგრამ ერთხელ კაი შეება ნასვამზე გაიხადო ქვემოთ, მაგრამ მეორჯერ რო იხდი ამას უკვე ზემო და უფრო გამომწვევად აკეთებ, ჩემთვის მიუღებელია. ამით მე არაფერი არ დამიშავებია, უბრალოდ ცხელობ. არ არის მაგაში, არაფერი არ დაგიშავებია, კაცო, არაფერი არ დაგიშავებია. ჩვენ უბრალოდ ერთად ვიყავით 20 და 25 წლის ურთიერთობები ინგრევა, ხალხო. და თქვენ რა გინდათ, რომ პროექტში ნახევარითვის ურთიერთობაზე აწყოთ არავის არაფერი არ უნდა რა. მაყურებელს მიმართავ ამ შემთხვევაში. არა, იმიტომ რომ მე როგორც მაყურებელი, მე რო ვუყურებდი, მე ვკვდები ისე მაინტერესებდა ეს love story-ები. ანუ მე მაინტერესებს love story. არ იყო love story. არც ერთი პროექტში არც ერთი love story არ არსებობს. ერთადერთი love story აქვს სალომეს ცხოვრებიდან გამომდინარე, რომელიც აქ რაღაცებში არის. აქ არ არსებობს. არ არსებობს აქ love story. მოწონება არის და მე ვფიქრობ, რომ ანას მაინც მოწონდი. ნუ აკეთებ, პატრიკ, იგივე ბაც აკეთებ. მაშინაც კოცნაზე გააკეთე, ეხაც იგივე რაზეც იძახი და გაეშვი რა, ხო ხედავ, რასაც ეკვეტები. მაგრამ ხო აფუჭებ ამბავს უარესად. რა შუაში? იძახი რომ მორჩა და ეხლა იცი რა არის? მე არა, გონია რომ გაჩერდი, ნუ აი. და იქნებ გონია. არა, იცი თუ ამდენჯერ თქვა ხო თქვა რომ ქონდა მეთქი, კი არ გეუბნები აქვს მეთქი. იდენ აფუ აჩერდი. არა, ქონდა. ვეკითხები ანის რა, ეს რა ქვია, მეთქი აი შენი თავისთვის ბრძოლობ თუ გიორგის მოგებაკინო თუ ანუ რა გინდა თქვა და გიორგიმ რო გაიმარჯვოსო, ჩემი გამარჯვებაც არისო, მაშინ ეგრე აქ რა თქვა გუში? აქ რა თქვა? მე მაშინ მეორე ფრაზა. მე დროთა განმავლობაში უკვე ეს დამოკიდებულება რო გაჩნდა, ეხა ანის გეგმები შეეცვალა. არაფერი გეგმები, სალომე დამიჯერი, ძალიან კარგი მოთამაშეა, ძალიან კარგი მოთამაშეა ანი. როცა მჭირდებოდი, იქამდე კარგად გამომიყენა და როცა ბოჭა, რას გამომიყენა? ეხა ხო დაგიწერა პლუსი. გადავაგდებ. ეგ პლუსი შეგჯერა? მაგრამ როცა ყველა დაგიპირისპირდა, ხო იყო შენს გვერდით. კი? როდესაც ანას ჭირდებოდა რო დაუპირისპირდნენ აი ამ მაგიდასთან, როდესაც დაუპირისპირდნენ ცეკვაზე, როდესაც მაგალითად აუთსაიდერების სკამზე რო დაждდა, ხო ვიდექი მის გვერდში. შენ გამოიყო და იმიტომ გიორგი. როგორ ჩემ გამო? შენ გამოხდა მაგ სიტუაციაში. ანუ აღიარეთ რო ანი აუთსაიდერების სკამზე ჩემ გამოდაждდა. შენ გიჭერდა მხარს და იმიტომ შენ გედგა გვერდით და ამის გამო. ანუ რატო დააჭირა? უნდა დავლიო გაგიმარჯოთ. მაგრამ ანი ხო დაბრუნდა ჩემი გულშემატკივრების გვერდში დგომით, ხო დაბრუნდა სახლში. აღარ გვინდა მოდი ეს თემა ძალიან დავიღალე. მე იცი როგორ დავიღალე უკვე მართლა დავისწრაფში ავიდე. გამიშალა. აი ორი წარა გაქვს? ხო, ეს ანგელოზები. ანგელოზების მესეჯები. რას ნიშნავს ეგ? ესენი არის ანგელოზები გაწვდიან მესეჯებს რა შეიძლება გჭირდებოდეს ამ მომენტში. $1,000,000 $. მაშალა. ცხოვრებაში რა გჭირდება? ხო, აი ხა რა. ნე ისტიო ნელაზმ ნუკიჩი. თავარ ანგელოზი ჯიზრაელი. საკუთარ თავზე და სხვებზეო ზუსტად მაგას გეუბნება, რომ არ გესაჭიროებაო შენ. გახტომაო? არა, გახტომაო, იმიტომ რომ შენ თვითონ ისეთი ადამიანი ხარ, რომ შენ თვითონ შეგიძლია შენ თავს დაუდგეო ამ მხრივ გვერდზეო და სხვასაც მიცეო ეს პოზიტივი, იმიტომ რომ შენო ესეთი ჩემნაირი კარგი ხარო, შიფას. მოდი ვნახოთ ახლა რა გელოდება. ლაროს რა უნდა რომ გითხრას, რა ელოდება ნუკის
ახლა მომავალში. ეხლა რაღაცასთან ბრძოლა გაქვს რა. ეს ბრძოლა არის რაღაცასთან დაბრუნებასთან და ეს ყველაფერი ან დაბრუნებასთან, იმასთან, რაც იყო სიცარიელე შენთან. ეს არის რაღაცა კონტრაქტთან, ბიზნესთან საუბარი და დაწყებასთან, რაღაცა ბიზნესის, რაღაცის დაწყებასთან, რაღაცა რო არ იყო გამოსული, მაგალითად რაღაცა რო არ იყო, იმასთან დაბრუნება გაქვს და ამასთან ბრძოლა გაქვს. ბენ, ჩამოვალ და მასწავლისანი რაღაცებს. ეს შენი ლოგინია? აი ჩემი ლოგინია. ხო გინდა გამარჯვება, ხო გინდა რომ იყო ძლიერი მოთამაშე და არ ფიქრობ რომ რაღაცნაირად თამაშის წესის ფარგლებში არის პრინციპში ის რომ რაც აქტუალურია იმაზე ილაპარაკო. თქვენ ხო რეალურად ხალხს უნდა აჩვენოთ რომ საინტერესოები ხართ. ანუ მე ხო არ თქვი ამ ყველაფერზე უარი. შენ რომ არა, ვის გულშემატკივრობ? გიევ. წამოდი სცენაზე. მე წამოყვები დინამიკას. თქვენ არ გვესმის, აუციეთ ხმა. დავიდა! მედი აგაპარაკორ დაკიამო ანრალექსი გიმღერო ბიჭო ჩემო სიყვარულო ვარდისა და მისფერო Don't want you feel, don't want you on my mind, don't want you feel. It's a good don't want you on my mind. მიყვარ ხარ ტკბილო კახეთო დირვალას ნიშჭალაო ღამისი ჩუმე ალბა ჩემს ნატრასიდან იმღერო დამას გამო. რა გინდა მღერი? კი, ამას კარგი სმენა. ამარ სკვავების ფარდა ეს მარტო ნუ მაგრამ მე მაინტერესებს. რა გინდა Start of the way for me. Can't you see the glow on the window pane? ყვავილები თქვენ მაყურებელს. ნუ გავასწრები. დარბაზი, დავიდა, ამხები. ობრება, ამხები. რალივა. ყველა ამიობრერი. დავიდა. ეს რაღაც არ მახსოვს, არაფერი ბავშვი გავაჩინე და მაგრამ ასე მალე What you gonna do? What you gonna do for them? What you gonna do for them? What you gonna What you gonna do? What you აჭიქიდა დიდი გული მეგობრებო TikTok-ზე რო არის ტრენდი, ესე რო გიჭირავს ხელით, ხო იცი აუსთან და სიმღერას რო უნდა აყვეს და თუ ვერ აყვება. ჩვენ რო გავაკეთოთ, რომ მოდი გთხოვ. კაი, გავხო. ვერჩავად ჩაიხედეთ. და მე რა ვიყავ. მე ხო ხტები. შენ კი არ ხტები. მე ვიქნები თქვენი მიკროფონი. როგორ? მე გადაწყვიტე ჩაგაგდოთ, კი არ ხტები. მე ამასაც დავიმაგრე. ვაგდებთ ესე. ამირო და ჩამაგდო. ხო, აი ეს წამ. წამ. ვიდი, წამ, აი ნახე როგორ გადაწოლა შეუძლია. ვიდი. მოკიდეთ ფეხებში. ვაი მე როგორ ასე აუზი. შურის წევრი ვარ ჯერ ერთი, ორი, სამი. მოდი, ამოდი. ეს ხო სუფთა. ლამაზად ამოდი, ლამაზად. ეს სუფთა? აქ კიდევ. თუმცა კი მე თო ესეთი ლამაზი ჟიურის წევრი, ესეთი ლამაზი. არა, მიკროფონი უკეთე პატრიკს ვერ ჩააგდებ. შეფუთეთ ბავშვი. მიკროფონი. პეტრიკა აქ არ გაატარეთ აი აქ მიკროფონი ვიკეტია. ეხლა ხო გადავწყვეტეთ, რომ რაღაცა გადაცემის კითხვები უნდა დაგისვათ და გადაცემობა დავითამაშოთ. ხო და აი ცოტა ისე რა, ვითომ სცენაზე ვართ და უფრენ აბა, როგორია სტილი? როგორ შეიძლება ყველაფერი გიგაქვს რა? როგორ შეიძლება? მეგობრებო, ნახეთ სად ვარ?
რატო ვარ აქ ამას გაიგებთ ძალიან მალე, თუმცა მანამდე სულ რამდენიმე წუთში დაიდება პოსტი Prime House-ის Facebook გვერდზე და გთხოვთ რომ ამ პოსტის ქვემოთ დაწეროთ კითხვები, რაც გაქვთ ამ ადამიანებთან. ამ კითხვებს გავაჟღერებ მე და გავაცემთ ყველაფერს პასუხს აბსოლუტურად დროს. სიწამი გადავხედო. გიორგი, მინდა გითხრა რომ უმეტესობა არის შენზე და ანიზე. არა, ვიზე წერია უმეტესობა. ანიზე და გიორგიზე. ეს მინდა რომ მორჩეს. სად თქვა რომ მორჩეს? ანიზე და გიორგი. ხო და ეხლა ხო აღარ ლაპარაკობს ანი, ეხლა მაყურებელი გეკითხება, შენი გულშემატკივარი და მოგკითხოთ. აი, გადავინაცვლოთ იქით? დავედი და მე ამალოდი. წამო. ბავშვებო! ეხლა ცოტას ჩავიწყო რა. ლიზი წამო, ჩემო სიცოცხლე. წამო. რო იმიდი აი ხოს ჩამოიტანე და საძევიდან. ჩემს საწოლთან და ეს არ აალაგოთ რა მე შევჭამ, თორე არ მაჭამა გიორგი ნასყიდან. გაგატან კონტეინერით. აი, ვერა ძიმეღამე გეკნება. ოთახები გააქვთ, რამდენიც გინდა. ჩვენს მოვედით. დავიწყეთ. აბა, ყველანი ადექით ერთი წამი. რატო? ერთი წამი ადექით ძალიან გთხოვთ. მარჯვენა ხელი დაიდეთ გულზე. არა, ხო. და მარცხენა ხელი აწიეთ და ერთად. მე ვფიცავ. რომ ვიტყვით. მე ვფიცავ. რომ ვიტყვი სიმართლეს. სიმართლეს. არაფერს სიმართლეს. So help me God. და შენ ჯერა რომ ეს ყველაფერი რატო დედა რო დაგაფიცონ არ თქვი? მე ისედაც ვიტყვი სიმართლეს. დაიწყე. ნუ კი შემოდეს და გთავაზობ ძალიან საინტერესო აქტივობას, ინტერვიუებს Facebook პოსტიდან. თეო, რატომ მოგვატყვილე მაყურებელი რომ სხვერპლი იყო? გვამესიჯებინე და მოგვატყვილე. ავთოს რატომ გადაუხადე მადლობა? ანა მესხი გეკითხება ამას. ანა მესხი არ ვარ ბოროტი ადამიანი, იმის გამო რომ ადამიანმა რაღაც შეცდომებით დაუშვა ჩემთან მიმართებაში, ვერ შევიძულებ და მიწაში ვერ ჩავდებ მაგის გამო. გავაკეთე იმიტომ, რომ მე ამით ჩემი თავი უფრო მაღალ დონეზე ავწიე და უფრო ძლიერი თეონა გაჩვენეთ ამით, ვიდრე აქამდე იყო. ანუ ელემენტარული, როდესაც ყურადღება მაინც გამოიჩინა და გვერდში დამიდგა, ამისთვის გადავუხადე მადლობა. თუმცა ეს არ იყო ის, რომ მე, რავი, ან ვაპატიე რაღაცა, ან რა ვიცი, ისევ ვარ იმ ადამიანთან, არანაირად. თქვენ რას ფიქრობთ? შენ თავს მე ვერ გავიგე ერთი რამ, ანუ თეო გულშემატკივრმა გადაარჩინა თუ ავთომ გადაარჩინა? ერთ-ერთი მაყურებელია ახლა გარედან, ანუ ვინც გვიყურებს და როგორც სხვა ადამიანიდგა გვერდში, ვინც აზიარებდა ჩემ ნომერს თუ და მაშინ პერსონალურად რატო არ გადაუხადე ყველა გულშემატკივრს მადლობა, ვინც შენ იმას აზიარებდა სახელი და გვარი. სალმე, შენ ხო ხარ თეოს მეგობარი ყველაზე ახლო ამ პროექტში. შენ რას ფიქრობ? ხო, აი, როგორ არის, იცი, კონკრეტულ რაღაცას იძახის, ანუ განაის რომ მე მადლობას ამიტომ უხდი, იმიტომ. ნახე, აი, იმიტომ მადლობა ავთოს იმისათვის, რომ პროექტში ამდენმა ხალხმა დამტოვა, დამიმესიჯა, მე მგონი ეგ მესიჯი. თუმცა ეგეც არის, ნახე, მე უკვე მეც მიჩნდება რაღაც კითხვა, იმიტომ რომ ეგრე ახლა რადგან ერთ ოთახში ვართ, რადგან კარგი დამოკიდებულებით ვართ და ასე შემდეგ. ქეთიზეც იგივე იყო, თეოზეც იგივე იყო, რომ თუ მხარდაჭერის მომენტია, მეც დავუჭირე თეოს მხარი. მეც სოციალურ ქსელში მეც მოვუწოდე. და მადლობა გადაგიხადა? ჩემს გულშემატკივრს, რომ თეოსთვის დაეჭირათ მხარი, მაგრამ პერსონალურად ჩემთვის ამ შემთხვევაში არ ყოფილა მადლობა. მე რასაც ვკითხულობდი კომენტარებში ხდებოდა რა იცი, რომ აი ეხა ვაჩვენოთ ნამდვილი სოლიდარობა, რას ნიშნავს რეალურად და ამის დავამტკიცოთ. ამის ფონზე არის ეს ყველაფერი ისეთი ძაფრი როგორც და ჩვენ ქალებმა, ანუ კონკრეტულად ამაზე იყო ხაზი გასული. და მოხდა რა მერე თან ორი ქალი, ერთი კაცის გამო შეეჯახა ერთმანეთს, ის ბულინგის სხვეპლი გააგდეს, პატრონი არ ყავს, დღემდე ლანძღავენ, ათრევენ. კაცი, რომლის გამოც ეს ყველაფერი მოხდა და ამ ყველაფრის გამო დაუდგნენ ამას, ხო? სხვადასხვა გულშემატკივარი ყველასი გაერთიანდა, დაუდგა გვერდში, რა უთხრა მხალს? თეო, რატომ აბულინგებდი ლიზას? მე არავის არ ვაბულინგებდი, ბულინგი არის რომ ვიღაცას რაღაცას, ანუ შენ ეს გააკეთე, შენ ის გააკეთე, შენ დამნაშავე ხარ, შენ ამაში ხარ, შენ ის მე ავუხსენი ადამიანს რა მეწყინა. 3 საათი გრძელდებოდა სტრიმზე 3 საათი გრძელდებოდა არა მარტო ჩემი ლაპარაკი იქ გიორგი. ანუ მარტო ლიზა არ არის ბულინგის მსხვერპელი. საერთოდ ბულინგი არ არის, ბულინგს არ ვამართლებ არანაირს.
პირიქით, ყველანაირი ბულინგის მოწინააღმდეგე ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ერთ მხარეს რო უყურებენ და ერთ მხარეს იცავენ ეგრე, ეგ არ არის სწორი. ძალიან ბევრი მაყურებლისგან კითხულობს სწორედ ამაზე. აი მანდ ვიძახი რომ აი ეგეთი რაღაცები მოდის და ამ შემთხვევაში ლიზას ბულინგია და ჩემი ესეთი SMS-ები რაც მინიმალურია მანდ ბულინგი არ არის. ავთოს რომ მოწონდა ლიზას ბრალი იყო? ლიზამ გამოიწვია? მე ვამბობ ყოველთვის იმას რომ ესეთი რაღაცები არის ყველას ბრალი. მე თუ ადამიანთან არ მინდა არანაირი რა ქვია ფლირტი არანაირი ახლო მსგავსი ურთიერთობა მე ყველაფერს ვიზავ იმისთვის რომ ეს ადამიანი გვერდიდან ჩამოვიშორო. აი სიტუაცია არის ბანზი რომ ბიჭის გამო რაღაცა მოხდა საშინელება ხო და მე მჯერა რომ თუ ესეთი თქივილი იყო როგორც გამოჩნდა მაყურებელისთვის ხო თუ ნამდვილი სიყვარული გტკენს არ მოყვება მაგას გაბრაზება მაგას მოყვება სოლიდარობა რა თქმა უნდა როგორც ყველა დანარჩენი სტუმრის მოსლა ან ნებისმიერი თამაში Prime House-ი მოყვება საქმის გარშევა და გამართი უარესი SMS-ებია ჩემთან მოსული. იმიტომ რომ შენ როგორც გააკეთეთ აბა თქვენ როგორც მოიქეცით ადამიანს რას ელოდებით აბა რა მოიქეცით შენ იძახი რომ ლიზა რო გავარდა გოგოების ბრალია რო გავარდა? ყველასია ბრალი რა იყო მიზანი მაგათ მიზანი იყო ეს ვისი მიზანი იყო? ჩემი მიზანი იყო და მიზანი იყო ლიზას გამოყვანა ძალიან ცუდ ადამიანად. ჩემი მიზანი იყო. ანუ დააკონკრეტეთ მეგობრებო. ეს რაღაცას ვეთქვი რა. იცი როგორი რაღაც იყო? მე თავიდანვე ვთქვი ესეთი რაღაც. მე ვასახელებ ადამიანს, რომელიც არ მჯდარა დამაცადეთ ხმა რა მოიღეთ. არ მჯდარა აუთსაიდერის სკამზე და მაინტერესებს აქამდე რითი მოვიდა მეთქი და გამოჩნდა კიდევაც, თო? არ მჯდარა რატო არ დაასახელი? ვისანან? მე თეოძი და მაგასთან ერთად. რატო დაასახელი თეო? ერთი დისლაიკი მქონდა და ერთი ლაიკი მქონდა. რატო დაასახელი? გეკითხებით. ანუ პრიორიტეტი რატო იყო ლიზი? პრიორიტეტი ლიზი რატო იყო? კითხვა გვაქვს მარტო. ანუ ამორჩეული მყავდა შეიძლება. პრიორიტეტი არა, პრიორიტეტი ანეს უნდა მერჩი, ანეს უნდა მერჩი და გადაწყვეტილება კიდე ჩემზე იყო მიღებული და აბრჩი ლიზა. კი არ გეუბნებიან გოგო ანუ ეს ყველაფერი ესე გაგეკეთებინა. და ემთხვა ალბათ. გამომევიდნენ მამა აბრამის ბატკნები. ყველა მესევა სვავებივით რომ მე თურმე როგორი ესეთი ვარ და როგორ უნდათ რომ აი ესეთი არასწორი გამომაჩნდა. და დრამების გარეშე, გთხოვთ დრამების გარეშე ოღონდ. შენ დრამებს შენთან დრამების გარეშე რა, დრამების გარეშე. შენ თავს მიხედე შენ დრამების გარეშე. ჩემი საქმეა მე ვიდრე როგორ ლაპარაკობდი ჩემზე ოთახში კიდე. შენზე რა ვქიმე ოთახში? ბული რო გაბულინგებ თურმე. ყველა მაბულინგებდით იმ მომენტში აქ რომ ვიჯექი და ეს რომ სვავები ვიყავდი ყველა. იმისთვის რომ ხალხმა დაგიმესიჯოს. რა სისულელია მე შენაირი კი არა ვარ აქ ერთი ამბავი არ გქონდა. განა არ მესმოდა ჩემზე რო ლაპარაკობდი ოთახში. განა არ მესმოდა. რა მე არასწორი არაფერი არ შემოვედი. ესე იგი არ შეიძლება ქალთან ამ პროექტში კამაჩი შეხვიდე. გადიან და მაბულინგებს, იმიტომ რომ ეს თქვა მაბულინგებს. ანუ ძალიან გული დაწყდათ ლიზა რო წავიდა. ლიზა კარგი გოგოა, ბიჭებს თავი შეაყვარა. და აღარ იციან როგორ ანუ გამომაჩინონ ხალხში ესე იგი ცუდი და ესე იგი არასწორი. მე უნდა რო იძახდა სვავებით დამესიენო და კონკრეტულად ჩემზე იყო მე ზემოთ საუბარი რომ მე ვაბულინგებ თურმე ამ ბოდიშის გამო, მადლობის გამო, ავთუ არის ის პიროვნება რომელიც გავიდა გარეთ, როიალს შეეხო ძალიან არასწორად, შეეხო პატრიკს არასწორად, მე შემეხო, მე მუქრება, ჩემი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება. ავთოს გარდა თეონამ ისეთ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც ამორალური განცხადებები აქვს ჩვენ ყველა მონაწილეზე. იმ ადამიანებს უხდის მადლობას და ამაზე როგორ არ უნდა უთხრა ვის უხდი მადლობას. როცა მე მეხება კონკრეტულად და ის იძახის რომ თურმე სვავები ვიდამესიან და ეს ადამიანი უხდის იმას მადლობას. კიდე რო არ ვეხები ხარ დაფიქრდით, აბა კიდე არ ვეხები ადამიანს. იმასთან ვერაფერს ვერ აკეთებს და იმის გამო ჩემზე. რა თავხედია, შეხედე რა თავხედი ხარ, გალო. რას არ ხარ ოჯახში გაზდილი? ვითომ ძალიან სახალისო დავალნება. უცბად გადაიქცა ტრაგიკომედიად. ამას ეს აწყობს, ეხა ეს შოუ აწყობს, რო წყობიდან გამომიყვანა. იცი რატო? ეგეთი როლია. ამას ესეთი როლია. ვითომ ესეთი გაჩაგრული გოგოა, იმიტომ ეხა შენ ამ როლს ქმნი ეხლა და შენს იგივე საკეთებს ეხა უნდა რომ რეიტინგი დაუწერო, იმიტომ ეხლა მეტი საქმე არ მაქვს ვიღაცას შენ ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენე მე ბოდიში მოვუხადო. ანუ ვიღაცა მხარს გარედან შენ გიჭერს აი, როდესაც აი პროსტ აი მხარი დაუჭირეთ თეონეს, ჩემთვის ეგ ბევრს ნიშნავს. ეგ კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ნებისმიერი ადამიანის მხარში დგომა აქ როცა ხარ არის
ბევრს ნიშნავს. ერთი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. იმის გამო რატო უნდა მომაყენო შეურაცხყოფა? ვიღაცამ თავის ოჯახში მილიონი რაღაცა თქვა. გეკვირდება მე ვარ აქ ფრთიანი ეკილოსი და მე არავინ არ მომაძღავს საერთოდ. კაი, მაგრამ ეს ნორმალურია მე რომ თხოვს ბოდიში მომიხადეო იმის გამო რომ ვიღაცა მე გალანძღა? ან მე რატო უნდა მომხადო ბოდიში? ან ჩემი თხოვნით გააკეთა ეგ? აი არ არის ჩემი. ანალოგიურად არის ავთოს მიმართაც. და ანუ ორივენაირად ვცდილობთ ორივე მხრიდან ჩემი მადლიერების გამოხატვა გამოიყვანოთ ცუდი და ისეთი რომ აი მე როგორი არა ადამიანი და გაუზრდელი ვარ როგორც გიორგი იძახის და ეხა 15 ტირის იმიტომ რომ რეიტინგი უნდაო. კიდე ტირის? აბა მინდაო. მე რეიტყვიანესის დადგმულია ვარ მინდა ერთი წუთით. ამის მარაზმის მოსმენა უკვე დამღლილია. ეგრე არ გოგოს არაფერი არ გაუკეთებია პროექტში თავის შეცოდების გარდა. დავიღალე. კაი, მოდით ცოტა ხანი უნდა რაღაცნაირად მოხდოთ სიტუაცია, გეხვეწებით. მოდი ანი დავსვათ, ანის ჩაეძინა და გავაღვიძოთ. იმიტომ რომ კითხვები ანისთანაც ბევრია. რატომ გიყვარს გიორგი? გიო იმიტომ მიყვარს, გიოს თვალები მიყვარს. თვალების გამო გიყვარს? ხო რა. თვალების გამო უყვარს. სუნის გამო რა. სუნის გამო. თვალები სუნი. აი მე როგორი შეთქლეში ვიყავ. ანი, რატომ არ ანებებ გიორგის თავს, კატო? გეკითხება ამ კითხვას. შენ გეკითხება თუ ერთი კითხე. შენ ვინ გეკითხება, გეკითხები? თიკო კიკლიაშვილი გეკითხებათ, ერთმანეთთან საუბრით, რატომ არ აგვარებთ კონფლიქტებს? მართლა მაინტერესებს. აზრი არ აქვს მაგით. ჩვენ საუბარი არ შეგვიძლია. ვინ გინდა რომ გაიმარჯვოს შენს გარდა? აი ვინ არის შემდეგი? ვისი გამარჯვებას გაგიხარდება თუ შენ არა? გამოვიცნო? გამოვიცნო? ცივა. თბილა, ცხ. ნახე თვალები და სურნელი. რატო იქნება არ ვარ მე რა იცი? გიორგი? რატომ დაიბოღმე ლიზაზე, როდესაც გიორგიმ ლიზას კაბა შეუკრა? იმიტომ რომ გიორგის ჩემთვის არასდროს შეუკრავს კაბა, ალბათ მაგიტო დავიბოღე. და სთხოვე შენ დაშა. არა. არავის არ უთხოვე, მე თუ მთხოვს ადამიანი შეუკრავ კაბას. მოდი. მოიცადე, პირველი კითხვა რაც ანდრო ნადირაძემ კითხა, რომ შეგეძლოს ვიღაცის დაბრუნება, ვის დააბრუნებდი? ლიზის. დავაბრუნებდი ლიზის, იმიტომ ერთადერთი მონაწილე იყო, ვიზეც დამწყდა გული. ანი რო გავარდნილი იყო დაგწდებოდა გული? ანიზე დამწყდებოდა გული და თუ ანი იქნებოდა, ვიტყოდი ანის მაშინ. იმიტომ რომ ლიზისთან და ანისთან მე ჩამომიყალიბდა ყველაზე ახლო მეგობრული ურთიერთობა და ლიზის იმიტომ დავაბრუნებდი, თვლი და დღეს უკვე დარწმუნებული ლიზი არის მსხვერპლი, როგორც მეორე მონაწილე, რომელიც დარჩა. მარიამ ლომაშვილი გეკითხება. შენს გარდა გიორგი, ვისი გამარჯვება გაგიხარდებოდა პროექტში? პატრიკის, როიალის და ანის გამარჯვება. გელა მაისურაძე გეკითხება. ნაზღაიძე თორე რა? თორე რა! აი ეს არის ამის პასუხი. ეს აიტაცა ძალიან ყველამ თორე რა. როიალ, ყველაზე სამართლიანი მონაწილის ამპლუიდან რატომ გადახვედი ფსიქოლოგიური მოძალადის და მატყუარის გუნდში? არავის გუნდში არ ვარ. დოლიძე ლიკა გეკითხება. არავის გუნდში არ ვარ. არც გიორგის გუნდში არ ვარ და არც არავის აქ ინდივიდუალური თამაში მიდის. ბევრი წერს აი ესეთ რაღაცას, რომ ვიტომ მე გიორგის ხარის ვარ, როცა მე გიორგის წერალში ვიყავი, ხო? გიორგის სანამ კამათი მომივიდა, გიორგის ვეუბნებოდი რა მომწონს მაგაში რა არ მომწონს, როცა კამათი კონდა. მანდ დავჯექი, მუთხერი, რომ მე შენ არაფერს არ ვუმალავდი არასდროს. კამათის მერიც იგივენარეთ, რაც მომწონს, რაც არ მომწონს, პირდაპირ ვიძახი. რომ შეგეძლოს ვის დააბრუნებდი პროექტში? ლაშა მაზანაშვილს. ვისთან ერთად გინდა რომ იყო ფინალში, თუ დარჩი ფინალში? სალომე კაპარაძე. ჯერჯერობით აუთსაიდერებში ზეხარ სალომე. ჯერ აუთსაიდერები ვარ ტორი, სალომე ხო, სალომე მგონია რომ მოიგებს პროექტს. რას გააკეთებ თუ მოიგე პროექტი? თუ მოვიგებ პროექტს? ხა. თუმ სოფლიოს გავაგებინებ საქართველოს სახელს. ძალიან პატრიოტული და ისედაც ვიზა, უბრალოდ ეს სიყვარული ჩემ ქვეყანას. უფრო გამძაფრდება. ალა კითხულობს, რატომ იპიარებთ ყველა თავს გიორგის ხარჯს? სხვათა შორის აი ამას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ აქ დაწყებული
თემა, გაჟღერებული ფრაზები და ასე შემდეგ. მერე გარეთ ხდება განხილვის თემა. ეგ ეხარაც წაიკითხე ზუსტად. ეგ არის გიორგის ფრაზა, რა ჩემი თიწერთ რეიტინგსო. სულ მაგას ვხმონება. მე არ ვიცოდი გიორგი და ის ჩემთვის რაღაც რამდენიმე ქართული ხალხი იყო, მათ შორის ვიყავი მე როგორც ვაპირებდი ისევ არა. როგორც დღემდე ვარ პროსტო უცხო ხალხში როიალი ზის. დიდი მადლობა როიალ. სალომე. ლიზა გერარდი გეკითხება, თუ მიხვედი ფინალში, ვისთან ერთად გინდა რომ ვიდგე ფინალში? აი, მე რანაირი კითხვა, რა უცნაური. აი, იცი რა არის, აი თუ მეკითხები და ჩემზეა დამოკიდებული, ეგ მაშინ არ ვუპასუხებ. იმიტომ რომ ხო აი რაღაცნაირია, ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობ აქ და აი ფინალზე მნიშვნელოვანი აი ეს თანაცხოვრება უფრო რასაც გავდიო ახლა. ვისთან უფრო გაგიხარდებოდა რომ ბოლო დარჩე ამ სახლში? გამიხარდება ახლა. გიორგისთანაც? არა, გიორგისთან ერთად. ესე იგი ყველასთან არა? ხო. პროექტის გარეთ ვისთან იმეგობრებდი? ქეთისთან უკვე მეგობრობ, რომელიც გავარდა და თეოსთან აუცილებლად. Patrick-თან აუცილებლად რო ყველასთან აბსოლუტურად გიორგიესთან. აი რა უხდა ახლა. შორენა არჯევანიშვილი გეკითხება. ანისთან რომ დაქალობს და ავიწყდა რეები თქვა ანიმ შენზე? ცუდად არის კითხვა დასმული, იმიტომ რომ არ დაქალობ, ეს დაქალობა არ არის. არ შეგვეშალოს დაკალობა, ხარდაჭერა, მეგობრობა, მონაწილეობა, ანუ ძალიან ბევრი განმარტება აქვს. ანიმე შედავ დაკალობ, ეს დაკალობა? არა, რა თქმა უნდა. მე დაკალები არ მყავს. ან დაკალობა კიდევ უფრო სხვა ამბავია. ის მომენტი მქონდა, რომ ანის ამ დღეების განმავლობაში ბევრჯერ მქონდა ის ფაქტი, რომ გული გადამიშალა. ბევრჯერ. და მე ჩავთვალე საჭიროდ რომ ყოფილიყავი მსმენელის პოზიციაში. უნდა მომესმინა და თუ საჭიროდ ჩავთვლედი, თავიც უნდა დამექნია, რომ კი, ანი მართალი ხარ, არ ინერვიულო, გამოსავალი, ანუ ჩავთვალე ესე საჭიროდ. იმ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რაც მოხდა მაშინ. მე დღეს მაინც გაურკვევლობაში ვარ შენთან მიმართებაში. როგორც მონაწილე, მე არასდროს არ დავიწყებ იმის გარკვევას, ვინ ვის დაუწერა ლაიქი, დისლაიქი, ის. არ მაინტერესებს უბრალოდ მე როცა გულწრფელად გიდგები შენ და როცა შენს აზრებს, შენს რაღაცა გულის ტკივილს ვიზიარებ, მეორე წუთას ფიციმწავს ბოლომაკურებს არ უნდა გამოვიდეს. პატრიკ, 99.9% კითხვების არის დაკავშირებული შენს ფორთოხლის ფერჩანთასთან და წითელ ჩუსტებთან და უნდა გეხვეწები. ნუ აი რა ვქნა. არა, ის უნდა ვაჩვენო, ხო. რა მოიცადე ის. ეგ არის. კორვალო! ეს არის იმუნიტეტის გასაძლიერებელი აბები, რომელსაც ყოველდღეს ვსვამ. იქ სუნამო ცხოვრდა მეტოში. აი ესეთი სუნამო აქვს, რბილი. წამლები ძირითადად მუკი სხვა ვერაფერს ვერ ერა. კარგი, ახლა ჩუსტების ამბავი მომდა. ეს ჩუსტები არის ლიზასი და გადაცემის დასაწყისშივე რომ მოვედით, ჩემმა ფეხსაც ჩემმა ჩუსტებმა უბრალოდ თითქოს ფეხი მატკინა. თითქოს. და მე უცბად დავინახე ეს ჩუსტები ძალიან კომფორტულია და დასაწყისის, ანუ პროექტის დასაწყისიდან სულ მემაცვია. ვისთან იმეგობრებდი პროექტის გარეთ? ბევრ ადამიანთან ვიმეგობრებდი. ჯერ ის ყველა მიცოდეს რომ პროექტი რო დამთავრდება, ერთი თვე ის არავის არ გნახავთ, იმიტომ რომ აღარ შემიძლია. ერთი თვის მე ვის ყველაზე მეტად მომენატრება, იმას დავურეკავ და იმას არ ვიცი. აი როგორ, ამაინც ახლა აი უცბად, ჰა. ნუ როი ყველაზე მეტად მიყვარს ახლა იქ ყველა მიცის. პატრისია შოკი ხარო ვიღაცები წერებიან და მე ესე ვარ თქვენთან რაც მოვედი მინდა რა თავი. კოცნით ძამბერს არ მოკლათ ერთმანეთი ძალიან გთხოვ დამელოდეთ და ჩემთან დასწრებით მოკალით. ელოდებით. შეხვედრამდე. სარეცხი მოქვს ძალიან ბევრი და სარეცხი. ნახვამდის. ავედი. ღმერთო ჩემო, თავისუფლება. ოღონდ ახლა ძალიან ემოციური ვარ და ნერვები მეშლება, როდის დავწყნარდები იმენა. ოთახში წევარ, ამოდის თეონა, იმანება ფარდის უკან და იწყებს ტირილს. აი ეს გამოტირი პროსტა წამით პროსტა გაიაზრა ამდენ პრობლემასთან ერთად, აი ერთი წამი გაიაზრა რაზე ტირი. პირიქით, იდექი მტკიცად მოაჩვენებს ეს უსტომებს.
ტირილი, ტყვირილი, წევილი, ხო ხედავ სხვებს ეწერებათ პლუსად. შენ ცხოვრებ. კარგად მესმის თეოსი, იმიტომ რომ ახსენდება ჩემი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით, ემოციურობასთან დაკავშირებით. შენ ხარ ჭკვიანი გოგო და შენ დაასრულა. დასვი წერტილი და ვშო. ტელეფონები. Ja, პატა. როიალ, ჩემი გულშემატკივარი ძახის როიალს მივცეთ, ხო ხმაო? მადლობა. ჩადავუშვიმე შეცდომები მერე. კარგად ვიმუშავე, უყურე იმას რამეს. რაგინა ქალურად აქ პროექტში შემოვედი, იმის მერე მე როგორი უკვე გამართული ქართული საუბრობ ვერ ხვდები? საერთოდ რო იცოდე ენის სწავლა რო გინდა ადამიანს, ჯერ უნდა დაიწყო გინებით. არა და მე თურქული თავიდან ბავშვობიდან რო დავიწყე სწავლა, ჯერ გინება მასწავლეს. კაი ხალხო. მოხდა კიდე რამე? გოგო არა ჩემი და მაწყნარებს. რაზე გიждები იცი? ამ ხალხს რა გონე იცი, რომ აქ ლაღია ცხოვრება. და ისე მარტო ჩეულა გირჩიონ რაღაც რომ გააკეთო, ესე გიო რატო ხარ ესე რატო? ანუ ამ ხალხს გონია აქ არის უდარდელი ცხოვრება. ერთი კვირა ნეტავი შემოაგდო აქ რომელიმე. ისეთი ხარია შეიძლება გადამაგდოს ე. ხო და არც ერთ ვარიანტში არ გადის. ნეტა 45 კილოს თუ გაწევ ხარო შენ. ეხლა იმენა უეჭველი უნდა დავიძინოთ, ხო? თუ გვინდა არ დავიძინოთ, მაგრამ მე თუ გვინდა ვერ ავდგებით, ბიჭო. ხოლ ადრე უნდა ავდგეთ, მაგრამ საერთოდ არ მეძინება. რა არის? ჩოკისალები. ვაიო. გამოანათა ჩემო მნათო. დარები. ნუ ჩაგისახდება ხოლმე ეშმა. გავოდეთ. მოიცადე, აწეფეხი. მოდი ვესროლოთ. ბომბაჩკა. გადადიქ და ერი. გოგოებს? სანამ კარებს. გოგოებს რაღაც ნიტო ეგეთია. Let me be your woman. Woman. ანა ეგ შეიძლება გადმოვარდეს. ჩამოდი ანა. ანა გადმოყირავდება ის ხო რა არის რაღაცა ორი რკინის კონსტრუქცია. არ მინდა რომ ეძინებოდეს ყველას. აბა მე რა ვაკეთო? გადმომიდა შენი ბავშვი. შეგვილები დავიჭი. არა. ხო ხედავ, დავარდნას კი ის გადავარჩინე. მას დავარჩინე. ამას ახლა ეყობა რომ ეძინო, ეს ჩემნაირია. ახლა უნდა ვაჭამო ამას. ბიჭო ძუძუ ვაჭამე. ჭამე. შენ მას დაიძინე. რაღაცა სხვანაირად მიყვება. ჭამე! What you gonna do, baby? Da-na-na-na. What you gonna do? Da-na-na-na. მაგარია. აი ხა მე როგორ უნდა დავიძინო? ამდენი ენერგიის შანდა. არა და უნდა დავიძინო და ხოლე ადრე უნდა ავდგე, მაგრამ არ ვირაცილი. პრაიმ ჰაუსი რისი პრაიმ ჰაუსია რა. ჩხუბი არ იყოს. თითქოს და ტრადიცია გვაქვს. სტუმარი არ არსებობს ისე წავიდეს რომ რაღაცა არ ატყდეს და ია პატა. როია რა გავაკეთე? მოდი ნანა მიმღერე. ადაკით. მე მიდადეკით. რა დამაძინებს თქვენ შემყურეს რა დამაძინებს? როია. ჰაშოვი? ვეცვენა ბანანი.
ეს ბანანი ვჭამო და წავიდე დავიძინო. ხვალე ადრე ვარ სასადგომო. რა დალია გოგო? რა დავლია რა გამ. რაც გახსნი. თუ ხასიათზე ვარ რატო ხარ მოწყენილი? კაი ხასიათზე ვარ რა დალია. ხაერდე როლო. მე ვფიქრობ ჩემო ტაქსი გადავდივე უკან. მომენა ხო ხდები აურა. ადევცემულო. თუ შეიძლება შუქი ჩაგუხროთ. კიო. Liugardium Leviosa! მაგრად მე ვასება ეს მომენტი. მადლობა. გადიგარი არ გვერდზე ამიანის ხუსი ხარ. ჩავადული პაგი ყორედა. აღარ მისმი ხარ. ნუ მე პერები აღარ მინდი ხარ. Oma. I can see your Oma. Let me be your Oma. Mama.